ეს ჰიროა, იაპონელი ჯარისკაცი, რომელიც ომში 30 წელი იბრძოდა, თუმცა ომი 39 წელს დასრულდა. 1954 წელს ის ფილიპინებში ლუბანგის კუნძულზე იგზავნება და ეძლევა მკაცრი დავალება. არასდროს დანებდე არ დაუჯერო მტრის პროპაგანდას, იბრძოლეს სანამ არ გიბრძანებენ დაბრუნებას. სულ რაღაც 1 წელიწადში ომი მთავრდება, ამერიკელები გამარჯვებას აცხადებენ, მაგრამ ჰირო და მისი თანამებრძოლები ფიქრობენ, ეს ტყუილია, ომი კვლავ გრძელდება. ისინი სოკოს ადგილობრივებისგან მოიპოვებენ, ძარცვავენ მათ, ზოგჯერ კლავენ კიდეც, იმიტომ რომ გონიათ სამხედრო მისიაზე არიან, სინამდვილეში კი ომი დასრულებულია. იაპონიის მთავრობა რადიოთი, ფურცლებით, ფლაიერების ტყეში გადაყრեց, ცდილობს როგორმე გააგებინონ. ჰირო დაბრუნდი, ომი დასრულდა, თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ ეს მტრის მახეა. დროთა განმავლობაში ჰირო თანამებრძოლებს კარგავს, ზოგი ნებდება, ზოგს კლავენ და 1972 წელს ის სრულიად მარტო რჩება. 1974 წელს იაპონელი ახალგაზრდა მოგზაური ნორიო სუზუკი კუნძულზე მიდის იმ მიზნით, რომ იპოვოს ჰირო ონო და მასთან რამდენიმე დღის გატარების შემდეგ ხვდება, რომ ჰირო უკან არ დაბრუნდება თუ მეთაურის ბრძანება არ ექნება. იაპონიის მთავრობა პოულობს ჰიროოს ყოფილ მეთაურს იოშიმი ტანიგუჩის. 1974 წლის მარტში ის ჩადის კუნძულზე, წარსული ავტორიტეტით, ფორმით და ეუბნება, მე როგორც შენი მეთაური გიბრძანებ, შეწყვიტე ოპერაცია. 30 წლიანი ტყეში ცხოვრების შემდეგ ჰირო უკან ბრუნდება. იაპონიაში ადამიანთა ნაწილი მას გმირად მიიჩნევს, ხოლო ნაწილს მიაჩნია, რომ ის შეშლილია, რომელიც ილუზიებში ცხოვრობდა. გარკვეული პერიოდი ჰირო ბრაზილიაში ცხოვრობს, წერს წიგნს ჩემი 30 წლიანი ომი. 2005 წელს სამშობლოში ბრუნდება, სადაც 91 წლის ასაკში გარდაიცვლება. და თქვენი აზრით რომელია ჰირო, გმირი თუ შეშლილი, რომელმაც თავისი ცხოვრების მესამედი ილუზიებში გაატარა?